საკადრო ცვლილებების საქართველოს მთავრობაში ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ცვლილებები ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იუსტიციისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროებს. დამოუკიდებელ სამინისტრო ჩამოყალიბდება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები, რომელთა ჯამად ფილის გარეშე 4 მილიარდი შეადგინა. ეს ერთი მხრივ ზრდის ადგილობრივი ხელისუფლების შეასრულებას, განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო მეორე მხრივ ზრდის გამოწვევებსაც, რომლებიც შესაბამისი ამოცანების შესრულებასთან არის დაკავშირებული. ამდენად რეგიონული განვითარების ეფექტიან დაგეგმვას და მონიტორინგს ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველყოფა იქნება. საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტში წარადგინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი 15-18 აპრილს განიხილავს სასესიო კვირაში. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეძღვრება უფლებამოსილების ვადა. კანონის თანახმად მას აღარ ჰქონდა აღნიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. ბატონმა გრიგოლ ლილუაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა და კანონის მიღებისთანავე ის დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მოგეხსენებათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს პარლამენტში წლების მანძილზე იკავებდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, ზოგადად მას აქვს რეგიონებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, შესაბამისად მისი მინისტრობა უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ეფექტიან საქმიანობას რეგიონული განვითარების ამოცანების შესრულებისას. მე მინდა მადლობა გადავუხადო გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე უაღრესად წარმატებული საქმიანობისთვის. ურთულეს გამოწვევების ფონზე მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა გასული 6 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შემდგომ განმტკიცებაში. დავაზუსტებ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს ბატონი ირაკლი ხარსოვაძე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარუდგენთ ბატონი ანდრე ოხანაშვილის კანდიდატურას. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე ანდრე ოხანაშვილი წლების მანძილზე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ანდრე ოხანაშვილი შეგახსენებთ არის სამართლის დოქტორი, მას სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების თანახმად საქართველოს პარლამენტში ანდრე ოხანაშვილის დამტკიცებას ზეგ მიმდინარე კვირის პარასკევს ეღრება კენჭი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატა სალია. განსაკუთრებული წარდგენა არც პაატა სალიას სჭირდება, ის გახლავთ, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი პარლამენტის წევრი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, ყველაზე წარმატებული იურისტი საქართველოში. მას აქვს იურიდიული განათლება მიღებული საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე მინდა წარმატება უსურვო მას, მე მინდა წარმატება უსურვო გრიგოლ ლილუაშვილს, ანდრე ოხანაშვილს, პაატა სალიას ახალ თანამდებობებს. სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივის გარშემო პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა მეტი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. კოალიციას ცვლილებებისთვის წარმომადგენლების აზრით, ვინც სალომე ზურაბიშვილის გარშემოა და პროდასავლურ ძალას მოიაზრებს თავს, ამ მომრჩეველს მკაფიოდ უნდა უთხრას, რომ ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ფედერალისტების ლიდერის აზრით კი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არის ერთადერთი ოპტიმალური და სწორი გზა. პროცესის დისკრედიტაციას კი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები მარცხისთვის არის განწირული. შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით 31 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე გამოვიდა.
მისი განმარტებით პლატფორმა ღია ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და იზიარებენ პროტესტის მთავარ მოთხოვნებს. ახალი არჩევნების დანიშვნისა და პატიმრების გათავისუფლებას. აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოში არსებულ ვითარებაზე სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტში გამოსვლისას ისაუბრა. ის შეეხო 31 მარტს ჩატარებულ აქციასაც და განაცხადა, რომ პროტესტი გაგრძელდება. ჩვენთვის თვითმმართველობის არჩევნები ამჟამად პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ჩვენ ამ საკითხზე არ ვსაუბრობთ, რადგან გვაქვს სხვა უფრო მწვავე დღის წესრიგში არსებული საკითხები, რომლებიც აღელვებს ჩვენს მოსახლეობას და ეს არის პირველ რიგში უკანონო დაპატიმრებულების საკითხი და მათი მშობლების საკითხი და ამ საკითხს ჩვენ ძალიან გრძნობიარად და ძალიან სენსიტიურად ვუყურებთ. აქედან გამომდინარე ამ ყველაფრის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური საკითხებისთვის და ამ პოლიტიკური პროცესისთვის არის ძალიან არასწორი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ გვექნება ღია მსაუბრა იმისა, რომ გავაგრძელოთ არალეგიტიმაციის გზა იმ არჩევნებთან მიმართებაში, რომელზეც ყველა საუბრობს, ესე თვითმმართველობის არჩევნები მათ შორის და ყველა ის მეთოდი გამოვიყენოთ არალეგიტიმაციის გაგრძელების, რაც გულისხმობს ქართული ოცნების ძალაუფლების არაღიარებას, ეს არის ჩვენთვის ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთ ისეთ ფორმატში მონაწილეობას, რომელშიც იქნება ბუნდოვანება ამ საკითხებთან დაკავშირებით და ყველანაირ კოორდინაციას მივესალმებოდით ყოველთვის. რაც შეეხება კოლექტიური ნაცმოძრაობის ფლანგებს შორის რაღაც გამართულ ბატალიებს, უკვე მე რამდენი სეზონს უყურებს საზოგადოება მათი მხრიდან შემოთავაზებულს. ნაკლებად ყურადსაღებია ჩვენთვის როგორც მართველი გუნდისთვის დარწმუნებული ვარ, მათივე ამორჩეველიც უკვე დაიღალა. ისინი თავიანთად დამოუკიდებლად ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. დამოუკიდებლად რაც შეუძლიათ არის ეს ერთმანეთის ესე ვთქვათ ლანძღვა გინება, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება წარმოდგენილი საქართველოს პოლიტიკურ ველზე, მით უფრო გაჯანსაღდება და მით უფრო ჯანსაღი ძალები დაიკავებენ იმ ველს, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით დაბინძურებული აქვს აი ამ თითოეულ ანასხლეთს, რომლის ეხა რაღაც შიდა ბატალიებს უყურებს მთელი საზოგადოება. გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სულ მალე კვების ახალი მენიუ ექნებათ. ამ საკითხზე სააგენტო ნათაძის სახელობის ჰიგიენისა და კვების კვლევით ინსტიტუტთან ერთად მუშაობს. სწორედ აღნიშნული კომპანია დაიქირავა სააგენტომ ბავშვების ახალი მენიუს შესადგენად. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე მტევ მონიტორინგთან საუბრისას განაცხადა, პატარებისთვის განკუთვნილი კალორაჟი არ შეიცვლება. როგორც ცნობილია, სააგენტომ აღსაზრდელების კვებისთვის განკუთვნილი თანხა გასულ წელს 6 ლარამდე გაზარდა, სწორედ აღნიშნული თანხა იქნება წელსაც გათვალისწინებული. კვების გარკვეული ნაწილის გაუმჯობესება მოხდა, დაემატა კიდევ ხამდე თუ იყო პირობითად ვთქვათ 5 ლარ ნახევარი ხარჯებოდა 6 ლარზე ზევით მიდის ახლა ხარჯი. ამ ეტაპისთვის გეგმავთ მენიუს შეცვლას, რომელიც სავარაუდოდ ახალი სასწავლო წლის დაწყების სექტემბრიდან ამოქმედდება ახალი მენიუ. ახლა დეტალების დაზუსტებისგან თავ შევიკავებ, იმიტომ რომ ამაზე სპეციალისტები მუშაობენ, რაღაც გარკვეული ნაწილი საკვებისა ამოვიღებთ, რაღაცას დავამატებთ. ანუ ეს სპეციალისტები მუშაობენ და ისე რომ კალორაჟი არ დაიღეს, დღიურად გათვალისწინებული რაც არის ბავშვისთვის ეს კალორაჟი დარჩეს ჩვეულებრივად და გარკვეული პროდუქტები შეიცვლება. დაბა სურამში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ხორციელდება დაზიანებული ტრიბუნების დემონტაჟი და დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოები, ასევე იგეგმება სადრენაჟე სისტემის და გასახდელების გაკეთება. როგორც ხაშურის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვეფხია ბლიაძე ამბობს, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება და შესაძლებელი იქნება რაგბის და ფეხბურთის ტურნირების მასპინძლობა. საერთო ჯამში კი სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1,41,230 ლარს შეადგენს. როგორც მოგეხსენებათ, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ეტაპობრივად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სპორტულ გამაჯანსაღებელი მოედნებისა და სტადიონების მოწყობას. გასულ წელს დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტი დაბა სურამში სტადიონზე სამახურებლო ტრიბუნების და დამცავი ნაგებობების მოწყობა, ასევე სპორტსმენებისათვის
გასახდელებისა და სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა. დაგეგმილია მიმდინარე წელს აღნიშნული ობიექტზე სამუშაოების დასრულება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც დაბა სურამში ახალგაზრდა სპორტსმენების, ასევე სხვადასხვა სახის ტურნირების ჩატარებას, როგორც რაგბში, ისევე ფეხბურთში. თბილისის მერიამ გმირთა მოედანზე ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია დაასრულა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე აღნიშნა, გზის სავალი ნაწილის საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარდა ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია განხორციელდა. დღევანდელ ხდომაზე ასევე კახი კალაძემ აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საუბრა. თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს მსგავსი კატეგორიის ადამიანებისთვის. აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე. მიმდინარე წელს ამ დღის დევიზია ჩვენი განსხვავებულობა გვაერთიანებს. ამ მიმართულებით ცნობადობის ამაღლება და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ მუნიციპალიტეტი ისევე როგორც სხვა არაერთი მიმართულებით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღნიშნულ საკითხს და ჩვენ გვაქვს შესაბამისი პროგრამა, როგორც სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური მიმართულებით. თბილისის მერიამ აღნიშნული პრობლემის წინაშე მდგარი ოჯახებისთვის ხარდაჭერის გამოხატვის მიზნით დაიწყო ამ პროგრამის განხორციელება და მე მახსოვს პირველ ეტაპზე მხოლოდ 325 ბავშვი იყო ჩართული აღნიშნულ პროგრამაში. დღეს მდგომარეობით კი 2400 ბავშვი და მოზარდი უწყვეტ რეჟიმში იღებს აღნიშნულ მომსახურებას. აბილიტაციის პროცესში რეჟიმის უწყვეტობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან როდესაც ეს პროგრამა არ არსებობდა, ოჯახები მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე უწყვეტად ვერ ახერხებდნენ თავიანთი შვილებისთვის შესაბამისი სერვისების მიღებას, რაც ძალიან დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, ამ პროგრამით ჩვენ უამრავ ადამიანს, უამრავ ოჯახს ვეხმარებით. ვინიცით რომ 2025 წლის ბიუჯეტში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეს თანხმობრივადაც გათვალისწინებულია და მოგაწოდოთ ინფორმაცია ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით. თბილისის მერიამ გმირთა მოედანზე ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქციის სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული სატრანსპორტო კვანძი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რთული და დატვირთული მონაკვეთია, სადაც სხვადასხვა მიმართულების სატრანსპორტო ნაკადები იკვეთება ერთმანეთში და შემდეგ ხდება მათი გადანაწილება. სარეაბილიტაციო სამუშაოები გმირთა მოედნი და ზვიადგამსახურდია სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდა, სადაც გზის სავალი ნაწილის საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარდა ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში პირველი რაც გავაკეთეთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რეაბილიტაცია ჩატარდა. კერძოდ მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც ფაქტიურად არ არსებობდა. ამორტიზირებული გადმომარაგების მილები შეიცვალა და ელექტროგადამცემი ხაზების ადენები, რომელიც აერში იყო გადმოკიდებული, ყველაფერი ჩავიტანეთ მიწისქვეშა კაბელ არხებში. საგზაო სამუშაოები 32000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა, სადაც ასფალტის საფარი დაიგო. ამასთან ასევე მოეწყო გარეგანათების ახალი სისტემა, ახალი ბოძები, თავისი LED სანათებით და ტერიტორია, რა თქმა უნდა, ადაპტირდა შშმ პირთათვის. პროექტი წარიმართა წინასწარი შემუშავებული საგზაო მოძრაობის ოპტიმიზებული სქემის მიხედვით, კერძოდ ტერიტორიაზე მოეწყო შუქნიშნის 2 ობიექტი, რომელიც
სინქრონულად იმუშავებს სანაპიროზე განთავსებულ შუქნიშნით რეგულირებულ კვანძთან, რაც საგზაო მოძრაობის ორგანიზებას გააუმჯობესებს. მირთა მოედანი აღიჭურვა უახლესი თაობის ხელოვნური ინტელექტის სისტემაზე დაფუძნებული შუქნიშნებით, რომლებიც რეალურ დროში აკონტროლებენ სატრანსპორტო ნაკადებს და ავტომატურად არეგულირებენ შუქნიშნის ფაზებს, რაც მოძრაობას კიდევ უფრო ოპტიმალურს გახდის. ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მოეწყო საფეხმავლო გადასასვლელი, რომელიც ფაზების სრულებისას ავტომობილების მოძრაობის შეფერხების გარეშე ქვეითებს უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. ყველა პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ქვეითად მოსიარულეებს, ტროტუარების მოწყობით სამუშაოებს და რა თქმა უნდა, შეშუპულ პირთათვის ადაპტირებას. გარდა ამისა, გამოიყო დამატებითი საავტომობილო ზოლი, რაც ნაკადების დინამიურ გადანაწილებას შეუწყობს ხელს, უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის კი მოეწყო კუნძულები და სრულად განახლდა საგზაო ჰორიზონტალური მონიშნები. განხორციელებული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დედაქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურას და გადაადგილების პროცესს უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდეს. აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო ნაკადებზე დაყრდნობით ავტომატურ რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს ახალი შუქნიშნების კალიბრაცია, რათა შეირჩეს მათი ოპტიმალური სამუშაო რეჟიმი და შემუშავდეს დროითი გეგმა. ეს პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება, ანუ მხედველობაში მაქვს არსებული ნაკადებიდან გამომდინარე ცოცხალ რეჟიმში, ლაივ რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება, რომ სწორი კალიბრაცია განხორციელდეს აღნიშნული შუქნიშნების, ანუ გატარების თვალსაზრისით, სად რომელ მონაკვეთში რამდენი ხანი უნდა იყოს პირობითად წითელი ან მწვანე ანთებული და რომელ მონაკვეთში რა დროით უნდა იყოს, აი პირდაპირ ცოცხალ რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება, მიმდინარეობს შუქნიშნების კალიბრაცია, რასაც რამდენიმე დღე გაჭირდება. გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხელბურთსა და ფრენბურთში რეგიონული შეჯიბრებები ჩატარდა. ოლიმპიადის ზონალურ ეტაპზე ხელბურთში გამარჯვებისთვის შიდა ქართლის სახელით გორელი გოგონები და ვაჟები იბრძოლებენ, ხოლო ფრენბურთში ქარელელი გოგონები და გორელი ვაჟები. ზონალურ ეტაპზე გამარჯვების შემთხვევაში ისინი ფინალურ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ყველა დისციპლინაში გამოვლიდებიან ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული გუნდები. რეგიონალურ შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალურ შეხვედრებში გამარჯვებული გუნდები. რეგიონული ეტაპის ფინალურ შეხვედრებს გორმა უმასპინძლა ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრებები 7 სპორტის სახეობაში მიმდინარეობს. მიმდინარეობს ბავშვთა სასკოლო ოლიმპიადა სპორტის ორ სახეობაში, ფრენბურთი და ხელბურთი, როგორც გოგონები, ასევე ვაჟები. როგორც ხედავთ, დამთავრდა უკვე ხელბურთი, გამარჯვებული გახდა ბიჭებში, ვაჟებში გორის პირველი საშუალო სკოლა, მეორე ადგილი აიღო სურამის პირველი საშუალო სკოლა. ასევე გოგონებში გამარჯვებული გუნდი ყავს გორის გუნდი, გორის სასულიერო გიმნაზიის სკოლა, უსურვებს წარმატებებს, მომავალში უსურვებს წარმატებებს და მონაწილეობას მიიღებენ ზონალურ პირველობაზე. დღეს ჩატარდა ჩემპიონატი სკოლებს შორისში, მოხდა რეგიონალური თამაშები, გავიმარჯვეთ პირველმა სკოლამ, ჩავატარეთ თამაში სურამის წინააღმდეგ, ძალიან კარგი გუნდი იყო და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ასეთი კარგი თამაშისთვის, შემდეგ თამაში მოვემზადებით ზონალურისთვის, სადაც გაწვრთნებულმა ძალიან კარგი მოწინააღმდეგეები შეგვხვდებიან, მაგრამ ჩვენი ბიჭების ბჯერა და მაქსიმალურად მოვემზადებით ამ ჩემპიონატისთვის, რომ მოვუტანოთ ჩვენ სკოლას წარმატება და ვასახელოთ. ლივერპულიდან დილაში გორის საფეხბურთო გუნდში ცვლილებებია. ცენტრალური მცველი ილორი და მარჯვენა მცველი თედო კიკაბიძე კლუბში უერთდნენ. როგორც სპორტული დირექტორი ამბობს, ახალი ფეხბურთელები გუნდს გააძლიერებენ და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანენ. ვანო ხოლგუაშვილის თქმით, მოლაპარაკებები კიდევ რამოდენიმე სპორტსმენთან მიმდინარეობს. ჩვენ დავიმატეთ
ილორი ეს არის ცენტრალური მცველი, რომელიცაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, თამაშობდა ძალიან დიდ კლუბებში, მაგალითად როგორც არის ლივერპული, ასტონ ვილა და ვფიქრობ ძალიან გავგვაძლიერებს. ასევე დავიმატეთ მარჯვენა მცველი თედო კიკაბიძე, ესე წლების განმავლობაში თამაშობდა წყალტუბოს სამგურალში და ეხლა იყო წასული მალტაზე და დაბრუნდა და ძალიან კარგია რომ შევთანხმდით და მოვიყვანეთ, დავიმატეთ. კიდევ მიდის მოლაპარაკება ერთ ფეხბურთელთან და ვფიქრობ კარგად დასრულების შემთხვევაში ძალიან გავგვაძლიერებს.